ჩემპიონატს ვატარებ და სტადიონები არ გვაქვს. ესა უბრალოდ კატასტროფა, ტრაგედია ჩემი აზრით. მაგ ხალხს უმაზე ბევრად ცუდი წარმოდგენა ჩვენ ჩემპიონატზე ვიდრე არის. ვინც ფიქრობს, რომ დაბალი დონე არის თამაშებზე, მინდა გითხრათ, რომ ცდებით. მომაგების რუბრიკა გრძელდება დღეს ვიმყოფებით მესხიორზე, სადაც რამდენიმე წუთში სპაიერი უმასპინძლებს რუსთავს. წესდარიგი ძალიან საინტერესო და დაძაბული შეხვედრა უნდა იყოს, რადგან მეორე და მესამე ადგილოსანი გუნდები ხვდებიან ერთმანეთს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღევანდელ მატჩზე დასწრება იყო უფასო, შესაბამისად საინტერესოა, რამდენი გულშემატკივარი მოვა სტადიონზე და რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია და ასევე ამ რუბრიკის მიზანია, მაქსიმალურად შევეცდები, გავიგო რას ფიქრობენ ტრიბუნებზე მყოფი ქომაგები საქართველოს ჩემპიონატზე და იმ კლუბზე, რომელსაც გულშემატკივრობენ. წავედით. თვის გულშემატკივრობ. სპაიერის გულშემატკივარი ვარ. როგორ შეაფასებთ სპაიერის წლევანდელ სეზონს? დასაწყისი კარგი ქონდათ. მერე ცოტა რაღაც ჩავარდნა ქონდათ რა და საერთო ჯამში გუნდი ახალი შეკრულია, ახალად გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში. ახალგაზრდა მწვრთნელი ყავთ და ნენელა მოუმატებენ ალბათ და წავასის კარგად. დონე რა თქმა უნდა ასამაღლებელია, თუნდაც ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოები ავიღოთ, რომ ვერ გვაქვს წარმატებული მიღწევები. ალბათ ბევრი სპონსორი უნდა გამოჩნდეს და დაინტერესდეს რა. გულშემატკივრობ რუსთავს. 91 წლიდან 15 წლის ბიჭი ჩამოვეიდა, ეხლა ვარ 60 წლის. და ვალეში გობ რუსთავს, მაგრამ თლიანობაში ქართულ ფეხბურთს სპაიერიც კარგი გუნდია, ლიგა 5-დან წამოვიდა და მოვიდა უმაღლეს ლიგაში. ასე რომ ძლიერმა გაიმარჯვოს ძმაო. ამოსწორებას ვისურვებდი ძამია ჩემპიონატს ვატარებ და სტადიონები არ გვაქვს. და ფეხბურთ სტადიონი უნდა და ვითხოვთ ფეხბურთი ნაკრები რო იყოს კარგი, უნდა იყოს სტადიონები და ყველა თამაშობდეს თავის სტადიონზე. რუსთავში უყვართ ფეხბურთი, გვიყვართ და გულშემატკივარი. ძველი გულშემატკივარი ვარ, შემაყვარეს ფეხბურთი. ჩივაძეებმა, გუცეევებმა, ყიფიანებმა თასების თასი ავიღეთ და რეგიონებში უფრო მეტი მაყურებელი დადის, მაინც და ვთხოვ, რომ ქალაქებშიც მოვიდან და გულშემატკივროთ ჩვენ გუნდებს და ქართულ ფეხბურთს მაო. საქართველოში საერთოდ თბილისის დინამოს. დღეს უფრო სპაიერს. სპაიერის სეზონს მე ვთვლი, მაინც დადებითად უნდა შეფასდეს, იმიტომ რომ ახალი გადმოსული გუნდია, შაშან საქართველოს თასი მოიგო და საკმაოდ პროგრესიებს. კარგი გუნდია ნამდვილად. რაც შეეხება თბილისის დინამოს, ნუ კომენტარის გარეშე, იმიტომ რომ თბილისის დინამო როცა მე-7 მე-8 ადგილზე არის, 10 გუნდში ეს არის უბრალოდ კატასტროფა, ტრაგედია ჩემი აზრით. ძალიან ცოტა მაყურებელი დადის. და მეორე, ნუ რაც შეეხება ხაისხი, ნუ მთლიანად ფეხბურთის ხაისხი, ძალიან სამწუხარო, ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატია, მაგრამ ჩვენ გულშემატკივარი ჩვენ გვიყვარს მაინც ფეხბურთი და ამის მიუხედავად მაინც მოვდივართ. უბრალოდ შედარება მინდა გავაკეთო, მთლიანად ქართული ფეხბურთი 10-ვე გუნდის და აი მაგ კუთხითაც უყურებ. ჩემპიონატს და სამწუხარო და პირველიდან დაწყებული მე-10 ადგილამდე პრაქტიკულად ერთი დონეა. როცა იქნება მეტნაკლებად სავსე ტრიბუნები, ხაისხიც ნელ-ნელა იმატებს ჩემი აზრით ესა. რუსთავს ფეხბურთელი ვარ დულებში და მაგის გამო ბალეშიკოვ. ჩემი აზრით ჩვენიერი სეზონის დასაწყისია. იმის გათვალისწინებით რომ ახლა გადმოვიდა გუნდი. რავი, არ ველოდებოდი ნამდვილად ასეთ კარგ დასაწყისს. ამ თამაშსაც ვიგებთ ჯერჯერობით, იმედია ასე დასრულდება. მე ვფიქრობ, რომ გუნდებს პირველ რიგში მხარდაჭერა უნდა გაუწიოთ და მაგითი ჩვენი მხარდაჭერით შემდეგ გუნდების წარმატებით ყველაფერი კარგად იქნება. ჟურნალისტი ვარ და ზოგადად ჩემპიონატს გულშემატკივრობ, მინდა რომ უფრო კარგი ჩემპიონატი გქონდეს და უფრო კარგი შედეგები ვეჩვენოთ ევროტურნირებზე თუ ნახოთ. რაც უნდა ქნა იქ მარკეტინგულად და ასე შემდეგ, თუ კარგი ფეხბურთელი არ ჩამოიყვანა და თამაშის ხარისხი ამით არ აწია, ეს რთულია. ამას კი ფინანსები ჭირო, მაგრამ ვფიქრობ, მაინც რაღაცას უფრო კარგი ფეხბურთელების ჩამოყვანა შეიძლება. უფრო მეტად უნდა მიექცეს ასევე აკადემიებისაც ყურადღება. თავისი ფეხბურთელები დააწინებონ გუნდებმა და ნახოთ. აი გამოცდილების და აკადემიის მოთამაშეების სინთეზი როსაკაი ის გუნდის ყოველთვის აღწევს ხოლმე წარმატებას. რასეთ ყოდი გულშემატკივარს, ვინც ტრიბუნებზე და სტადიონებზე არ დადის, იმიტომ რომ დონეს იწუნებენ. ჩემი აზრით ეგ ხალხი მაგ ხალხს უმაზე ბევრად ცუდი წარმოდგენა ჩვენ ჩემპიონატზე ვიდრე არის რეალურად. კი ვიცით ყველა რა დონე არის, მაგრამ აქაც არის კარგი მომენტები, რაღაც ფინტები, კარგი ვარდნები, სეივები, გოლები, რამდენი კაი გოლი გასულა ხო და ეს ყველაფერი ლაივში ნახო ვერ უტოკეთესია. თუმცა რაღაცით იმათიც მესმის ეს გული აცუებული აქვს ჩვენ ჩემპიონატზე. მაგრამ არის მაინც კაი მომენტები არის რა ეხა. წეგნაც ერთ ძალიან კაი პასი გაკეთდა, არის ყველა თამაში 1-2 ლამაზი ეპიზოდი. თუმცა ცოტა, მაგრამ მაინც არის. ჩემი აზრით შეცვლის ხალხი ტრიბუნებზე დონეს.
გააჩნია რა როდესაც ხალხი. აი რომ გაივსოს თუნდაც ეს სტადიონი. გავსებ შემთხვევაში რა თქმა უნდა. თუმცა ნაკლებად სავარაუდო ხა ეს სტადიონი გავსებ. რაც ყველაზე მეტად მომწონს ისაა რომ აი ერთი გუნდი 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში და მეორე დებიუტანტია. ერთი მეორეზე, მეორე მესამე ადგილზე. ეს შეიძლება იმაზეც მეტყოლებს რომ ქართული გაგების გრანდი გუნდები ცუდ ფორმაში არიან, თუმცა ამათ უნდა დაუფასოთ ეს. ჩვენ გვიდა უფრო მეტი მხარდაჭერა და მე მოუწოდებ ჩვენს რუსთაველებს რომ უფრო მეტად მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაუჭირონ თავიანთ საყვარელ გუნდს, იმიტომ რომ ეს მხარდაჭერა ძალიან დიდი მორალური მნიშვნელობა აქვს. აი მე მახსოვს რუსთავის მეტალურგის თამაში, როდესაც ყვიროდა რუსთაველები მიდიასონ, ეს იყო ერთ-ერთი დიდი აი დღევანდელ დღესავით ყურში ჩამესმის მიდიასონ. ეს იყო რუსთავის ჰიმნისავით იყო სპორტი. რუსთავის სტადიონზე მიდიასონ, ეს იყო რაღაც დიდი შეძახილი. და ეს გაგზე იასონ ალადაშვილი გამახსენდა რა ახლა ეს ჩემი მეგობარი. და მე მინდა უსურვო რომ აი მათ გამეორდება რუსთავს ექნება თავის სტადიონი და გაივსება სტადიონი. აუცილებლად მოვა, გაიზრდება მაყურებელი. იმიტომ რომ ესეთი თამაში აძლევს мотивაციას, რომ მეტი მაყურებელი მოვიდეს. ვინაიდან რუსთავში ახალგაზრდებს უყვართ თავიანთი ქალაქი. რის გაუმჯობესებას ისურვებდით თუნდაც რუსთავში ან მთლიან საქართველოს ჩემპიონატში? ფიზიკას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ფიზიკური მომზადება. დღევანდელი ფეხბურთი ითხოვს ძალიან ძლიერ ფიზიკურ მომზადებას. ფიზიკური მომზადების გარეშე ძალიან გაძნელდება რაიმე წარმატების მიღწევა. ძალიან ფიზიკურ მომზადებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. სკოლებში განსაკუთრებულად რუსთავში უყვართ ფეხბურთი და აი ეს გუნდი უკვე სტიმულს აძლევს რუსთავის ბავშვებს, ახალგაზრდებს, რომ მეტი ჩაბმა მოხდეს ფეხბურთში და მეტი მომავალი თაობა გაიზარდოს. ჩვენ ადგილობრივ კადრებით უნდა მოვამარაგოთ ქართული ფეხბურთი. გოლიც გავიდა. რას ვისურვებდი და მეტი ინვესტორების და ფულის ჩადებას გუნდებში, მეტი გულშემატკივრის მოსვლას სტადიონზე, იმიტომ მოვედი რომ ძალიან მაინტერესებს რუსთავის და სპაერის დაპირისპირება. რადგან კარგ შედეგებს აჩვენებენ და თან სატურნირო ცხრილის თავში არიან. დღევანდელ თამაში ჩვენ ვფიქრობ რომ ვაჯობეთ სპაერს, უბრალოდ არ გაგვიმართლა და ვერ გამოვიყენეთ ჩვენ მომენტები. ზოგადად თამაშს დადებითად შევაფასებდი, მაგრამ უფრო მეტიც შეგვეძლო და შემდეგ თამაშებში ის შეცდომები რაც ჰქონდა, ამჯერად გამოსწორდება, ასე ვფიქრობ. ჩვენ თუ დავბრუნდებით ტრიბუნაზე და უგულშემატკივრებთ ჩვენ გუნდს და ფეხბურთელებს, დონეც უფრო გაიზრდება, ვინც ფიქრობს რომ დაბალი დონე არის თამაშებზე, მინდა გითხრათ რომ ცდებით, საკმაოდ კარგი დონე არის, კარგი თამაშები მიდის, საინტერესო თამაშები მიდის და ეს დაამტკიცეს დინამო ტორპედოს თამაშზე ქუთაისში გადატენილი იყო ტრიბუნები და საკმაოდ კარგი ატმოსფერო იყო იმისთვის, რომ კარგი ფეხბურთი ჩატარებულიყო და კარგად ეთამაშათ ორივე გუნდს. ვფიქრობ, რომ ასეთი შედეგი უნდა დავდოთ ჩვენ გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე, მოვიდეთ გულშემატკივროთ ჩვენ გუნდს და დანარჩენი ყველაფერი მოგვარდება. დამთავრდა შეხვედრა ერთ-ერთი საკმაოდ, როგორც ვივარაუდე, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო თამაში იყო, ბევრი სახიფათო მომენტიც იყო. ტრიბუნებზე გულშემატკივარი ვერ ვიტყვი რომ სავსე იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან აქტიურად გულშემატკივრობდნენ ადგილზე მოსული ადამიანები და რაც სასიამოვნო სანახავი იყო და ვიმედოვნებ რომ შემდგომ თამაშებშიც მსგავსი გარემო დამხვდება. ასევე მინდა აღვნიშნო რომ საკმაოდ რთულია მატჩის მიმდინარეობისას გულშემატკივრებთან მისვლა და ყოვნა იმისა რომ დააფიქსირონ თავიანთი აზრი და მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც აქამდე დამთავრდა და გამოხატა თავისი აზრი ჩემთან და იმედი მაქვს რომ ეს კიდევ გაგრძელდება და მეც მაქსიმალურად შევეცდები რომ დავესწრო საქართველოს ჩემპიონატის ყველა თამაშს და შემოგთავაზოთ იმ ადამიანების აზრი რომლებიც ესწრებიან საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ ახლა. რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო ვიდეოები.